მოგწონს რატი ამაღლობელი? კი. რატო? კარგი პოეტია. მეტი? საინტერესო რესპონდენტია. საინტერესო რესპონდენტია, საინტერესო ამბებს ყვება, ისეთ ცოცხლად. კი ბატონო, ცოცხლად და თან ამ ბოლო დროს რატი პოეტზე მეტად იყო რაღაცა ძალიან სოციალურად აქტიური და ამიტომაც ვაფასებ, რომ ბევრი პოეტისგან განსხვავებით ეს ცას გამოკერებული რა, მიწი დანაწეული არ დადის, მიწაზე დადის და იცის რა ხდება. დალივლივ. და დეპუტატის აღსარება მეგონა ყველა მოისმი და ვისაც შეხება. კი და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან შეიტანეს სკოლის სახელმწიფოებში და მე ეროვნულ გამოცდებში მოთხოვეს საზაპიროებს. რატი არ ძალიან საინტერესო ტიპაჟია თვითონ და ერთ-ერთი იმ მართლაზე ზემოთაც ვახსენეთ იშვიათი ნიმუშია პოეტისა რომელსაც არ ეთაკილება ძალიან ყოფით და უბრალო ადამიანებისთვის მტკივნეულ საკითხებზე ძალიან უბრალოდ საუბარი. კი, მე გვენ დავიწყოთ რომ. კი, დავიწყოთ. ცნობების სტერეოტიპიდან. რატი ამაღლობელი? მრჩეველი. ის არის პოეტი, თუმცა უფრო მრჩეველია. მან ურჩია მამუკა ხაზარაძეს პრემია საბას დაარსება. მან ურჩია TBC-ის ონლაინ წიგნების ბაზის შექმნა. ის ახლა ურჩევს მთავრობას და ეს უკვე სახიფათოა. როგორც ძველი ჩინური სიბრძნე მეტყველებს, პოეტის რჩევა არ გაიშვა. გამარჯობა რატი, დიდი მადლობა რომ გადაცემაში მოხვედით. მოგესალმებით. პირველი კითხვა ეს იქნება ჩვენგან პოეტი დღეს სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს ნიშნავს? არა, არა მსუბუქ, ვინ როგორ იქცევა იმის მიხედვით. ანუ რაღაც სახელი არ განსაზღვრავს ადამიანს, ხო? ადამიანი ქმნის ამ სახელდებას და ადამიანი, ასე ვთქვათ, არ არის ინდივიდუალობა, არ არის პასიური არსება რაღაც სახელდების, რაღაც კოლგის ქვეშ, ხო? თითოეული ჩვენთაგანი თვითონ და არიან პოეტები სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურები დღეს. არიან პოეტები. არიან. შედიერი თემა. არიან პოეტები დღეს. არიან პოეტები დღეს, როგორც წარსულის რუდიმენტები, დავდივართ დამბორიალ. რაღაცნაირი ცხოველები ვარიან ყუდებით და რომლებიც აღარ უნდა იყვნენ. წესით აი ესე დავდივართ თბილისის. არაფერს საწინააღმდეგო ამასი არ მაგპეცი. ხო ეხლა რა მაინტერესებდა? შოთა იათაშვილმა მოგვართა დღეა წერილი, სადაც საუბრობდა სამთავრობო მრჩევლისა და პენცენტრის პრეზიდენტის შეუთავსებლობაზე თანამდებობებს. ეთანხმებით რა ნაწილში ეთანხმებით? არ ჯერ ესე დასაზუსტებელი, როდესაც ხო ისეთი რამეა, ინტერესთა კონფლიქტიც განისაზღვრება კონკრეტული ამბებით, კონკრეტული თემებით, კონკრეტული ხელშეკრულებებით და ასე შემდეგ და ბუნებრივია. როდესაც ჩვენ საუბრობდით თავიდანვე პენცენტრის რებრენდინგი, როდესაც მიდიოდა განახლება, ჩვენ ამბობდით, რომ შეუთავსებელია დიახ, მაშინ როდესაც რამდენიმე მწერლის кейსი იხილებოდა, მაგალითად, როგორც იყო ზურარ თველიაშვილის кейსი, სადაც თავად იმ ქვეყანაში, სადაც ზურა არის, იმ ქვეყნის პენცენტრი მოგმართავდა ჩვენ, რომ დახასიათება მიგვეცა და დაგვედასტურებინა მისი პოლიტიკური დევნის თუ არ დევნის საქმე, ხო? როდესაც შენ ესეთ რეკომენდაციები უნდა გასცე, როდესაც უნდა, ასე ვთქვათ, დაიცვა შენი მწერლის უფლებები და ხელისუფლებისგან იღებ პენცენტრი ფულს, ასე ვთქვათ, დაფინანსებას. რადგან მაშინ იყო დავა. ჩემი მკვეთრი პოზიცია იყო ბუნებრივია, რომ პენცენტრი უნდა იყოს გამიჯნული თავიდან ბოლომდე, ხო? დღესაც ასევე ამ პოზიციაზე ვარ, იმიტომ რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. დასაცავი და ეს პენცენტრის ფუნქცია. ეს მოყვა ერთ უბრალო რამეს, როდესაც მე ამომიკითხეს კულტურის სამინისტროსთან არის ესეთი საბჭო, საკონსულტაციო საბჭო, რომელიც პირიქით პენცენტრის ესეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა თითოეული წევრის, რომ მან პენცენტრის ღირებულებები, თემები, ასე ვთქვათ, მოფინოს იმ სივრცეში, სადაც შესაძლებლობა არის. ანუ მე არაფერ არ მავალდებულებს, არც ხელშეკრულება მაქვს დადებული, არც ხელფასს ვიღებ. ეს არის ის, რომ რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტი ითხოვს ჩვენგან, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციისგან რეკომენდაციას, ანუ სულ პირიქით არის. ალბათ შოთამ უბრალოდ ეს არ იცოდა. რომ რეკომენდაციის გაწევა პენცენტრის მიერ ეს ვალდებულებაა და რა ინტერესთა კონფლიქტი. გასაგები, პენცენტრის მნიშვნელობაზე მინდა რომ მკითხო, რაში ეხმარება თუ უშლის ხელს პენცენტრი მწერალს ან პოეტს? ეს არის დაახლოებით 21 წელს შეიქმნა ეს ერთ-ერთი პირველი NGO-ა, ხო? ეს ხშირად
ჩვენთან ხო იცით როგორ დამოკიდებულება პენ-ცენტრი, უცხოური, მასონები, ფული, რაღაც ესეთი განცდა. ეს არის NGO, რომელშიც წერლებს შეაქვთ საწევრო. ჩვენ საერთოდ სამყაროს მომხმარებლად ვუყურებთ ხშირად სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის მერე და გგონია რომ რაღაცა გაერთიანებამ რაღაცა უნდა გაგვიკეთოს. და ევროპული გაერთიანებები არის ისეთი გაერთიანებები, სადაც ადამიანები ფიქრობენ რა მიცენ ამ გაერთიანებებს, ამ საზოგადოებებს, ამ კავშირებს. სადაც სხვა ადამიანები ერთიანდებიან. რა შეიტანონ? ხო, ჩვენ დამოკიდებულებაც ასეთი ევროკავშირისადმი, ნატოსადმი, რას მოგცემს ის ჩვენ? რითი ვიხევიებთ ჩვენ რა ხეი. და ამ დროს პენ-ცენტრიც ასეთი ევროპული გაერთიანება, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ის არის, რომ წევრები მოდიან და პირველი რაც წაკეთებენ, ჯერ ღირებულებებს ეთანხმებიან პენ-ცენტრს, სადაც ქვემოთ მოგახსენებთ. და საწევრო შეაქვთ. ჩვენთან ისეთი განცდაა, რომ პენ-ცენტრს აქვს რაღაც ფული, არაფერი ფული არ აქვს. ეს ის ფულია პენ-ცენტრის, რომელიც წერლების საწევროებით ევროპაში ერალს რო საწევროს გამოართვე. რა ორგანიზაცია უნდა იყოს? ესეთი ორგანიზაცია. ნუ ორი არის, ხო? და დანარჩენი ეს არის როგორც გრანტები, ხო? ნუ დაწერთ პროექტს, შეიტანთ სამწერლობა ბუნებრივი. ეხლა მე ამ ორგანიზაციაში ვარ 2 წელიწადი, ასე ვთქვათ, აქტიური. პირველი წელიწადი ჩვენ მქონდა საინტერესო პროექტი, ძალიან საინტერესო პროექტი, ეს ლიტერატურული რუკა, საქართველოს ლიტერატურული, შეგიძლიათ ნახოთ ეს პენ-ცენტრი. ჯიზე გავაკეთეთ საიტი, დავიწყეთ შრომა, მეორე წელიწადი იცით როგორი წელიწადიც იყო, ხო, ყველანაირი იმის გარეშე, რომ მანამდეც ახლა ლიტერატურაზე ბევრი გრანტები არ მოდიოდა საქართველოში და ფონდებს ამოღებული აქვს საერთოდ ეგ საერთაშორისო ფონდებში ნიშა ლიტერატურა და ეს წელიწადი იყო განსაკუთრებულად მძიმე ქართული ლიტერატურისათვის, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცოცხები და სხვა თემები და რომელიც ეხლა მე ვიმედოვნებ და უამრავი ჩემი კოლეგა რომ უკვე რახან ჩვენ პირდაპირ კავშირი არ გვაქვს, ასე ვთქვათ, მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ, ქართული ასე ვთქვათ, ბიზნეს სექტორი, ადამიანები, რომლებიც ლიტერატურის ხომაგები არიან, ჩვენ უამრავ შეთავაზებას გავუკეთებთ და უკვე გვაქვს ეს თემები და ვნახოთ. მაინტერესებს ახლა პენ-ცენტრის კიდევ ფუნქციას ბარემ შორს არ გავუცდებით, ანუ ეს არის მწერალთა უფლებების დაცვა, ხო? მწერალთა უფლებები პრინციპში ამ ფუნდამენტშივე ან ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიძლება შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს გამომცემლებთან, ასე ვთქვათ, იურიდიული ურთიერთობის დროს. თუმცა ერთი ტენდენციაც უნდა აღინიშნოს, რომ წერლებს რატომღაც ყოველთვის ეთაკილებათ ამაზე ფული რა ჩვენი საქმეას მიდგომის ამბავია რა და ამ ხრივ რაღაცა გაუმჯობესება, ანუ მესმის რომ ბაზარი იმხელა არ არის, აქ დიდ ფულებზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ნუ რაც არის რა, ის ბევრი მწერლისთვის მაგალითად შეიძლება ძალიან ისეთი საჭირო თანხა გამოდგეს, ხო? ჩვენთან როგორ არის, ხო? არიან დიდარი გამომცემლები, მაგრამ დიდარი მწერლები არ გვყავს საუბედუროდ. და ძალიან კარგი იქნება რომ დიდარი მწერალი ყავდეს, რომ თქვათ, რომ ამ ადამიანს ქვეყნისთვის სასიამოვნო, რომ ქვეყანაში ლიტერატურული პროცესები ისეთი მნიშვნელოვანი და ისეთი დინამიურია, რომ ხალხი იმდენს კითხულობს და ყიდულობს, რომ დიდარი მწერალი ხარ. და წარმოგიდგენთ საქართველოში მწერალმა რომ იყიდოს თავისი ჰონორარით მანქანა. ეს მწერლისთვის კი არ არის კარგი, ქვეყნისთვისაც კარგია, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა კითხულობს. ქვეყანა უყიდა თავისი ინტერესით და კითხვის სიყვარულით მწერალ. ეს ახლა რა. გამომცემლობებზე, ხო? მაგრამ რა უცნაური, ანუ რა ხდება წერილების საწყვეტი? არა, ძალიან მარტივი რამ ხდება, გამომცემლობები რეალურად რომ შევხედოთ, ფულს ლიტერატურით არ შეუღობენ. მათ ძირითადად შემოსავალი ეს არის სახელმძღვანელოება. და პრესტიჟის ამბისთვის რამდენიმე, ასე ვთქვათ, 1-2 გამოიერება 500 ტირაჟი გამოსცემენ, ხო? იმისთვის რომ ერქვათ მათ გამომცემლობებია და არა ბიზნეს ტიპები, რომლებიც სახელმძღვანელოებს ყიდიან. დამშეულ ქართულ მოწაფეებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ხო? ამიტომ პენ-ცენტრი ამაზე ფიქრობს და აი ამის საუკეთესო თემა პროექტი და მე ეს ჩემი ის არის რა ქვია, ვისაც უყვარს ლიტერატურა, ნახოს ესეთი საიტი, რომელიც პენ-ცენტრის მონაწილეობით გაკეთდა შარშან, წელს უკვე შედის ასე ვთქვათ, თავის შესაძლებლობების პიკში ადის, ეს არის saba.com.g, სადაც ეს არის საავტორო, ანუ წერალს შეუძლია გახდეს გამომცემელი. აი თქვენ ხელთ გიპყრიათ ტაბლეტები, ანუ რიდერები, ანუ წამკითხველები და მსოფლიოს ტენდენცია, ჩვენ გვინდა ეს არ გვინდა, მიდის იქითკენ, რომ დოკუმენტაცია, ტექსტი, კითხვა ტექნოლოგიურად ინაცვლებს ფურცლიდან ელექტროფორმატში. კი ბატონო. ჩვენ თქვით, რომ წიგნი აუცილებლად მივა აქ. წიგნი როგორც შინაარსი და არა როგორც ტექნოლოგია. და გავაკეთეთ ეს საიტი, სადაც პირველად საქართველოში
მე არ მინდა ეს არ არის მომგებიანი ის არა იყოს ორგანიზაცია წიგზე სოციალური რეკლამა გამოდის საბოლოო ჯამში კითხვის რეკლამა ეს არის პირველი ესეთი დიდი ელექტრომაღაზია სადაც ქართველ მწერალს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირებისთანავე გახდეს გამომცემელი ანუ მან და ფასების რეგულირება შეუძლია თვითონ თავად შეუძლია თვითონ განსაზღვროს ამ ფასებს თავის წიგნის შეუძლია თავის წიგნის სიტუაციაზე უფასოდ დადოს კი უფასოდაც შეუძლია ფასენათაც შეუძლია ვერ გავაკეთე epub დაგეხმარებით გადაცემის აი ამ ყოველფრის გადაცემა და მისია ასე ვთქვათ შემოსავალი თუ ადამიანები იყიდიან ამ წიგნებს ეს მნიშვნელოვანია ეს შემოსავალი ჩვენი ეს ვთქვათ აკვიატება არ არის ჩვენ გვინდა რომ ლიტერატურა არ იყოს ჰობი რომ ადამიანები შრომობდნენ და უკუგება ქონდეთ ბუნებრივი ანუ გამომცემლების გაკოტრებაზე მუშაობს 65% ასე ვთქვათ ამ შემოსავლებიდან არის ავტორის ანუ ის გამომცემლობა ხდება და გამომცემლობებში არ ხდება ხო რაც ეგეთი რამე არ ხდება ძალიან პოეტი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პროფესია ამითი იშოვება აღარ აი იცით როგორი რამეა პოეტი მით უმეტეს ვერ იქნება პროფესია პროზაიკოსი კიდევ ხო პოეტი შეიძლება იყოს ადრე როგორ იყო ხო პოეტი იყო აკადემიკოსი პოეტი იყო გმირი პოეტი იყო დუელანტი პოეტი იყო ბუჭლეკიანი პოეტი იყო მკვდარი პოეტი იყო მთაწმინდაზე მარტოსული და ასე შემდეგ პოეტი ყველაფერი შეიძლება იყოს პროფესიის გარდა ალბათ კი ბატონო და პრინციპში ეს გარკვეულწილად აი პატარა ეპიდემიას მინდა შევეხო ამ ახალი აღმოცენებული YouTube პოეტების ეპიდემიას და ასეთი იმიჯი ჩემი აზრით თვითონ ადამიანებსაც აკმაყოფილებს რაღაცა ფავორიტის შეგრძნება რა რომ შენ ხარ საზოგადოების ფავორიტი ცოტათი გიჟი ცოტათი ლოთი რაღაცა ბორდიულზე მოძინარე მდგომარეობა ხო ეს რაღაცა ის არის არ ვიცი YouTube-მა განსაზღვრა შეიძლება ეს ფარული ვნებები პოეტური ვნებები რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ეს არის სტერეოტიპებია თქვა პოეტი მთვრალი ან თუნდაც პოეტს რომ სიტყვაზე უწესრიგო მაგიდა უნდა ჰქონდეს მაგალითად ან რაღაც არყის ბოთლით ხელში უნდა დადიოდეს მე არ მინახავს არც ერთი პოეტი, არც ისტორიულად და არც ისე რომელსაც მნიშვნელოვანი პოეტი ბუნებრივია. ვინც რაღაც მთრალმა რამე დაწერა მნიშვნელოვანი. აი ეს რამე გალაქტიონსაც კი რომლის შესახებ ეს მითები არის რაღაც მთრალი იყო, ეს უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო, რომ მე მთრალი ვარ, მე ვსვავხში. ბევრი თვითღირებელი ადასტურებს იმას, რომ ის ხშირად არ ახსენებს ის რომ სუნი ქონდა. ეხლა არ ვიცი ხო, შეიძლება ადამიანს ისე არაპოეტ ადამიანსაც უხდებოდეს შარფი და არაპოეტ ადამიანსაც იყოს და მოუწესრიგებელი. ანუ მე არ ვფიქრობ რომ ეს პოეტის განსაკუთრებული თვისებები ხო გოეთე იყო ძალიან კარგი ფაუსტის ავტორი რომელსაც მთელი ცხოვრება წერდა უმნიშვნელოვანეს წიგნის ავტორი და მაგიდაც დალაგებული ჰქონდა ბევრ სტერეოტიპული გერმანელი პედანტი კაცი იყო და სხვა შორის ხო რა მე აღარ გავაგზელებ გაწიგები შენიას წინა კულტურის სამინისტროს ყავდა თუ არა ფავორიტები მწერლობაში? ჩვენ არ გვინდა ალბათ ყავდა მე არ მინდა რომ არა კონკრეტული გვარები ხო არც ხო ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი რომ ეხლა ვიღაცეები ადრე იმად ყავდათ ეხლა ახლებს ანუ თვითონ ეს ფავორიტის ისა ანუ ერთი რამე მინდა კიდევ ვკითხოთ ვინმე დაუმსახურებლად სიტყვაზე გაუკაჩავს წინა კულტურის მინისტრს მწერლობის ამბავში გაკაჩვაზე იმდენად არ იყო რამდენადაც ვთქვათ ფავორიტიზმზე და ფულის მოძრაობაზე კულტურის პროექტებში ანუ თვითონ ეს ფავორიტიზმია უკვე მანკიერი ისა აქ საფრთხიანი და ხო მოდი ეს ჩვენები არიან ესენი ჩვენი ბიჭები არიან ან გოგოები ან ბიჭები და გოგოები ვაკ და ამათ გააკეთონ ეს იმდენად იდეოლოგიური წნეხით არა რამდენიც პოლიტიკური რეალობის მიხედვით, ან პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით, ხო? ეს მუსიკალურ პროექტებში იყო და სხვა. და დღეს არ არის ამის საფრთხე. ნახოთ ეხა კულტურის სამინისტროს მრავალი პროექტი აქვს, აი როგორ რას დააფინანსებს, როგორ დააფინანსებს. მე თვითონ კულტურის მინისტრი თავმწერალია და ბუნებრივია, მაგრამ ძალიან კარგი მწერალია და ნახოთ, მე მგონია რომ ამის ვნება და ამის აუცილებლობა არ უნდა ქონდეს კულტურის სამინისტროს, თლიანად სახელმწიფო სექტორს, რომ რაღაცა თავისი ინტელიგენცია გაჩნდეს. ზოგადად სამინისტრო და კულტურის სამინისტრო და სახელმწიფო ზოგადად უნდა აფინანსებდეს ლიტერატურას შენი აზრით. მე ვფიქრობ კი, იმიტომ რომ ჩვენ რომ ლიტერატურა მოდი ბაზარმა დაარეგულიროს ლიტერატურა, ბაზარს შეიძლება საერთოდ არ დააინტერესოს ფუნდამენტური მეცნიერებები, ლიტერატურა, მაგალითად არ აინტერესებს ოპერა, ჩვენს ბაზარს, არა მგონია, ანუ შეეწირება ძალიან ბევრი დარგი, ჩვენ თუ ესე რაღაცა ძალიან ღია საბაზრო ეკონომიკური აი კონკრეტულად ლიტერატურაზე რო ვილაპარაკოთ და ასეთი პირობები რო იყოს ბევრი მწერალი ჩაკვდება ეგრევე?
როგორც წერა. ეხა პრინციპში ესე არის, ხო, რომ შევხედოთ მატერიალური თვალსაზრისით და პროფესიული თვალსაზრისით, უამრავი ადამიანი სხვა საქმეს, ძალიან ბევრ სხვა საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ ირჩიოს საკუთარ თავს. ანუ ლიტერატურა ხდება ჰობი. მე ვარ ექიმი, მე ვარ რაღაც ინჟინერი, მე ვარ მასწავლებელი და ხანდახან ჩემთვის ჩუმად ვწერ ლექსებს. ხომ დაახლოებით ეს გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიბრალებთ, რომ ესა ვართ და ეს, საბოლოო ჯამში ჩვენ სხვა რაღაცებით ვინახავთ თავს. წერალთა კავშირი კარგი იდეაა. მე პენცენტრი მომწონს. სახელმწიფო პრემია უნდა არსებობდეს ლიტერატურაში? ისეთი მსხვილი და რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ევროპულად უნდა მიუდგეთ ამ საქმეს. ეს ევროპამ ყველაზე კარგი გამოსავალი ნახა, ხო? ევროპული მითქმა რა არის, რომ სახელმწიფო დებს ფულს კულტურაში, ლიტერატურაში, მაგრამ ის არ არის შეფასება. ის იხსნის შეფასების კრიტერიუმს. ანუ სახელმწიფო საქმე არ არის შეაფასოს. სახელმწიფო თulis რომ კულტურას სჭირდება ფული, მაგრამ ამისთვის არის საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც ლიტერატურული პრემია საბა დამკვიდრდა, თქვათ, ადგილობრივ ბუქერად. ბუქერის პრემიად. არ ვიცი, ხო. თქვენ როგორც ფიქრობთ, მე ვფიქრობ, რომ უკვე 10 წელიწადია ამას ვაკეთებთ ამ პრემიას. ვაკეთებთ მართლა, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც მუზა, ციდან ჩამოწვა, ქმედება ჭირდება, რომელსაც უამრავი ადამიანი დასხმია თავსაც არსებობს და ჩვენ უამრავი ცნუნება გქონია, რომ მოდი აღარ გავაკეთოთ ეს. უბრალოდ აღარ გავაკეთოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამ ჩვენ გავცემთ ამ პრემიას. არ ვიცი. ჯაბაც აიღებს ერთ საფას და მერე თუ გინდა დავხურ. არა, ხო, ჯაბას ეხა მოუწევთ ერთ შეიძლება რამდენიმე მოუწიოს, რატო? არა, ხო და მაინტერესებს ანუ საბას მნიშვნელობა. ანუ ამას ვიძახი რომ მერე რა გავლენას ახდენს საბა თვითონ ავტორს, აი საბა რო გიდევს სახში, გაყიდვები იზრდება, აი როგორც სიტყვაზე ხმამაღალი შედარება გამოგდის, ხო, ბუქერთან, ნობელთან, რაღაც სხვა პრემიებთან შედარებით, მაგრამ ეს უკვე ცulis ამ ასეთ პრესტიჟულ პრიზს აღება მწერლის ცხოვრებას, ხო, კარიერას. ჩვენ შემთხვევაში საბა პატარა მასშტაბებში თუნდაც რამეს წვლის. პატარა მასშტაბებში პატარა არის ფულადი პრემია. ხო, არა, ის ძალიან კარგია და ჩვენ გავაგზავნებ იმას, რომ უარი ვთქვით, არ დავნებდით ამ ცნობას და ვაკეთებთ ამ საბას ყოველ წელს და ყოველ წელს უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და პენცენტრი აკეთებს ამას. ჩემი ხელით. და არ ვიცი ხო, ვერ ვიხსენებ ბევრ რაღაცა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც სხვა ვიმე ლიტერატურის ჯგუფი აკეთებს, ისე როგორც საბა, როგორც არის მილიონის პრემია მაგას. ხო, ძალიან კარგი პრემია. სხვა შორის ყველაზე ძვირად ძალიან კარგია. ძალიან კარგია, თუმცა საბოლოო მაგრამ ჯერ პროცესზე გავლენას ჩემი აზრით ვერ ახდენს მაგრამ. საბოლოო ის რა აიღო, ასე თქვათ 8-9 პრემიას გავცემთ ჩვენ. კი. და ხო, კარგია და განსაკუთრებით თარგმანის ნომინაციას ეთყობა ხოლმე უკვე 10-ია, წელს უკვე 10 იქნება 10 პრემია. პრემიის პრესტიჟულობას რა განაპირობებს? ხო, აი იგივე კითხვაა რა, პრემიის პრესტიჟულობას. აი საერთოდ რას აძლევს ეს მწერალს გარდა იმისა, რომ იმ დღეს ჩანს ტელეეკრანებზე, ყველას რაღაც კარგად გამოიყურება და რაღაც ემოციურად კარგია ეს, ხო? შევთანხმდით, რომ ყველას გვიხარია, ვინც აიღებს საბას. და რა ფულადი პრემიაც არის. ეს სახელი და გვარები უკვე ცნობილია და საინტერესოა, მაგალითად ბოლო 3-4 პრემია, რომელიც დებიუტში გაიცა, ყველა ეს დებიუტანტი თარგმნეს უცხოელმა გამომცემლებმა. ყველა, თითქმის ყველა. ბოლო 3-4 წლის და ანუ ამ ხრი უკვე და ანუ მე ხა ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევ დებიუტს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დებიუტი იყოს ყოველთვის ზუსტად გაცა მიუხედავად იმისა, რომ ჟიური მაინც არის სუბიექტური. ყოფილა წლები, როდესაც 8 ნომინაციიდან ჩემი მაგალითად ფავორიტი იყო სულ სხვა და 8-ვე სხვა საუღია, ხო? ესეც ხდება. ეს არის კონკურსის თავისებურება და უცნაურობა. ბარემ თევან შევხედა, ყავ თუ არა მეგობარი, რომელსაც საბა არ აქვს. კი. არის ერთ გვარსა დავაკეთე. შეიძლება ეწყინოს კიდე. თუმცა უამრავი არამეგობარი, რომელსაც უფრო არამეგობარს აქვს, ვიდრე არა ეს ისე ვიგებთ, სხვა შორის არც ჩემთვის ეს სახუმარო თემაა ჩვენც, მაგრამ პრინციპში ამ პრობლემის წინაშე ყოველთვის დგებით ორგანიზატორები. თან საქართველოში. თან საქართველოს ყოველთვის მის ამაზე ჭორაობა, ამაზე ასე ვთქვათ აპელირება, რომ აი ეს ერთი სასტავია ბჭყალებში, ეს ერთმანეთში ინაწილებენ პრიზებს რაღაცა და
და რაღაც. ანუ ამ შეეჩვიეთ ამ ბრალდება. კი, ამას შევეჩვიეთ, იმიტომ რომ ჩვენ რომ ნახეთ, საქართველოს ამ 10 წლის მანძილზე ჟიურიში მონაწილეობა მიიღო 55-მა სხვადასხვა ადამიანმა და საბა აიღო 75-მა სხვადასხვა ადამიანმა. და შესაბამისად, სტატისტიკა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მშრალი იყოს, მაინც ამ არგუმენტების წინააღმდეგ არის. კი ბატონო. ხშირად აკრიტიკებდი პრეზიდენტს. თვითონ ყოველთვის უმცირესობაში იქნები? პოლიტიკოსი, პრეზიდენტი. ალბათ, არ ვიცი, ხა მე თვით დამტკბარი ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს. ეს ძალაუფლების ამბავია და არა რაღაცა პარტიების და ხელისუფლებების ცვლის, ნო? ძალაუფლება რყმის და ძალაუფლება ცვლის ადამიანს. სულ ხედავ ამ ცვლილებებს. და დღიდან ჩემი არსებობის რაც ასე ვთქვათ ცნობიერი თვარი მაქვს. და საინტერესოა ასე ვთქვათ ლიტერატურული გამოწვევაა, რომ რა ემართება ამ ძალაუფლების სუბსტრატში, ამ სუბსტანციაში ადამიანს. ძალიან ბევრი მეგობარი ნაცნობი ადამიანი ახლობი, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, ადრეც 9 წლის წინ, 12 წლის წინ მოვიდნენ ძალაუფლებაში 9 წლის წინ ალბათ და ესე თვალსა და ხელშუა იცვლებოდნენ. იცვლებოდნენ არა მხოლოდ ნეგატიური გაგებით, არამედ თვისობრივი გაგებით აბსოლუტურად იცვლებოდნენ. ეხლაც ასეთი პროცესი არის. ადამიანები იცვლებიან და მე ადამიანის მაინტერესებს. შენი დეპუტატის აღსარება დიდი ხანი იქნება აქტუალური. არ ვიცი, აი ნახოთ ეს იმაზეა დამოკიდებული. ალბათ გაუძლებს, იმიტომ რომ საქართველოში უკვდავია კონიუნქტურა. რაიმე ჩამოყალიბებული კონცეფცია ხო ვინ თქვენ თუნდაც პენცეთ თუნდაც თქვენი რა ინფორმაცია თქვა კულტურის სამინისტროს ლიტერატურის ერთგვარ ბიზნესად მოდი ხო თქვა ქცევაზე გაქვთ ჩამოყალიბებული ასეთი რაღაცა თუ დროს მივანდოთ არა დროს არ უნდა მივანდოთ იმ დროს რომ მივანდოთ ასე თქვა დრო გახდება ჩვენი გამსაზღვრელი და ჩვენი ამბიცია გვაქვს რომ ჩვენ საერთოდ შევიტანოთ ხო ამ დროის დინებაში ბიზნესად ქცევა გულისხმობს რაღაც გარკვეულ კონიუნქტურას, მაგრამ ბიზნეს ელემენტები რომ არ შევიდეს, ჩვენ დავრჩებით ასე ვთქვათ, ჩვენ დაგვიძახებენ, რაც უნდა თვითკმა არის და თვითკმა ყოფილი ტიპები ვიყოთ ქართული მწერლები. გვეტყობთ თქვენ სარაველები ხართ, იმიტომ რომ არ ითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რაშიც თქვენ ხართ და რაღაცნაირად უნდა აუბათ მხარი ამას რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიებს მივხვდეთ რა აინტერესებს ადამიანს თემები გაითვალისწინოთ ის ეს სწორია მე ვფიქრობ რომ სწორი არც ერთი არც ის არის სწორი რომ ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ და ვიყოთ ასე ვთქვათ გენიოსების პოზაში და არც ის არის სწორი რომ თავიდან ბოლომდე ამ დროის კონიუნქტურას ასე ვთქვათ გადაუყვეთ მე ვფიქრობ რომ კულტურის პოლიტიკა სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ ის გაათავისუფლებს პოლიტიკური იდეოლოგიისაგან ლიტერატურას ანუ არ იტყვის რომ ჩემ ლოიალურ ტიპებს ვეხმარებით ამ თავ პროექტებში ანუ ლიტერატურა ის არის ლიტერატურა პოლიტიკა ის არის პოლიტიკა და თუ ანუ გაათავისუფლებს ამ შემთხვევაში საზოგადოების წნევა თუ იტყვის და ეხა ჯერჯერობით ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან ამ კუთხით ყველაფერი რიგზეა მაგრამ ეხა მთავარი რა არის რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ ლიტერატურაში კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაგალითად თარგმნელობის კუთხით როდესაც თარგმნით იქიდან აქეთ ან აქედან იქით რა ფულს ჩადაგს რა სტრატეგია ხომ უნდა დაისახოს ხო ეს მონახაზები არის უბრალოდ ამ გადაცემაში შორს წავიყვანს ამაზე ლაპარაკი ეს მონახაზები არის არსებობს როგორც აქედან იქით იქიდან აქეთ და ყველაფერი კარგად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ უნდა ჩავერთოთ სოფლიო ლიტერატურულ პროცესებში ხო როგორც პოლიტიკაშია ისე არის ლიტერატურაში ხო კი ხშირად ამბობენ ხოლმე მწერლები ამას დაკავშირებით რომ თქვა ის თემები რომელიც საქართველოში იწერება იმ თემებზე ის არის ძალიან ლოკალური და თქვა საერთაშორისო ბაზრისთვის არ არის მაინც საინტერესო რა გააჩნიათ როგორ დაწერს საბოლოო ჯამში ახლა ბორხესი ბუენოს-აირესზე წერს მაგრამ ის ბუენოს-აირესი ყველას გვაინტერესებს იმდენად თამთამელაშვილი გამოსცელა პრინციპში ლოკალურია მაგრამ ბატონოც არ საინტერესოა რა ბევრ გერმანიის და როგორ დავწერთ ხო რა კარგი და ბოლო კითხვა ოდესღაც ასწავლიდი რელიგიის ისტორიას მეექვსე სკოლაში. რითი იყო შენი გაკვეთილები სხვა რელიგიის გაკვეთილებისგან განსხვავებული? ალბათ მოწაფეებს უნდა კითხოთ, იმიტომ რომ ის იყო ძალიან დიდი ხნის წინ. საინტერესო გამოცდილება იყო. და კი, ბუნებრივია, იმიტომ რომ ის მოწაფეები, რომლებიც ხვდებიან, ეხლა ძალიან დიდები არიან და ვეღარ ცნობ ზოგი მელოტი ღიბიანი.
ამ ქალები ბავშვებით და მღვდელი არა შეურაცხყოფას არ აღწევაკენებ მაგრამ ასაკისას თქვა ცვალებადობას ის მაშინ მე-7 კლასში და ეხლა 28-29 წლის ადამიანები და რატი მას რომ მეუბნებიან ჩემზე უფრო აი ეს გამოცდილება დატოვა ეხლა მაშინ საინტერესო ის იყო რომ მე ვცდილობდი რომ თქვა რელიგიური პალიტრა ჩვენებინა ადამიანებისთვის და მე მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანი ვარ ქრისტიანობამდე უნდა რელიგიის ისტორიაც ქრისტიანობამდეც მოდის ბუნებრივია ხო და აქამდე ლოგიკურად მოსმოვს და მაინტერესებს კიდევ უფრო ბოლოსკენ რო დავსვათ ეს კითხვა მაყურებელს ურჩიოთ მოკლედ პირველ ერთი პოეტი ვინც არის თქვენი აზრით აი ყველაზე ყურადღება მისაქცევი დღეს ცოცხალი პოეტებიდან დიანა ანფიმიათი დიანა ნუ ყავდა სტუმრად ხო ყავდა მე ანუ დიანა ანფიმიადი ეს ისაა ვინც უნდა წაიკითხოს მაყურებელმა კი ბატონო დიდი მადლობა წარმატებები კარგად ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის საინტერესო იყო კი მომეწონა მეც მომეწონა რატისგან პრინციპში ასეც ველოდი რატისგან წლევანდელ საბაზე ვის გულშემატკივრებს შენობად კარგად ვის თუ არა ვაჭროს მეც იგივეს გულშემატკივრებს მართლა ესე ემთხვევა ჩვენი ფავორიტები ერთმანეთს და მე ასაგებია სხვათა შორის მე ვისაც გულშემატკივრებ ხოლმე ყოველთვის ის გადის კი ნებისმიერ აი კონკურსში თქვა წეროზე ვისაც გულშემატკივრებდი იმან მოიგო მე არა ალუბლობაზე არ მახსოვს ის ხო მე ახლა შარშან გულშემატკივრებდით პაატას მოკლედ გინდა რომ მე მოვიგო მე მინდა ძალიან შემოიგო ძალიან დიდი მადლობა